რო ეხლა ჩემი ჯერი იყო, ვიღაც ქალები ავრცელებდნენ ამას. ესე იგი ყველა მიცოდა, მე თუ ვიცოდი, ყველა მიცოდა და თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ალბათ ეს იმასაც ნიშნავს, რომ უნდა რაღაცა ზომები ყოფილიყო მიღებული, რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ქალის მიმართ, ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, კარგი, ნუ მცნობთ, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ასე იქცევი, ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მე არ ვიცი რისი ნიშანი არის. ეს მათი რეაქცია არის მხოლოდ ის პატარა ბოღმა, პატარა კაცების პატარა ბოღმა. ერთადერთი, რასაც აკეთებენ და რაც შეუძლიათ, ეს არის რაღაცა რეპრესიული ზომების ერთი მეორეს მერე მიღება და კვერცხის სროლა. არავინ არ იფიქროს, რომ ამის გამო მე არ წავალ და არ ჩამოვალ, სადაც საჭირო იქნება იქ წავალ, იქიდან ჩამოვალ, იმიტომ რომ ჩემი მოვალეობა არის რომ მე ვიყო ამ ხალხის ხმა და ამ ხალხის გამხვნეველი, რომ გაგრძელდეს ეს პროტესტი, იმიტომ რომ როგორც თვითონ ამბობს მთელი საზოგადოება, რომელიც დგას რუსთაველზე და არა მხოლოდ რუსთაველზე, ეს იქნება ბოლომდე მათთვის, ბოლომდე ჩემთვის.